მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ამ ვიდეოში მინდა გავაგრძელოთ ჩვენი კითხვა-პასუხის რუბრიკა და კერძოდ უპასუხო ერთ-ერთ ჩემს გამომწერს შეკითხვაზე, როგორ განვავითაროთ საკუთარ თავში თავდაჯერებულობა. იმისთვის, რომ განვავითაროთ თავდაჯერებულობა, უნდა გავიგოთ ჯერ რამდენიმე მარტივი იდეა. პირველი, თავდაჯერებულობას საფუძვლად უდევს ხოლმე ინფორმირებულობა და კომპეტენტურობა. წარმოიდგინეთ, რომ ხვალ გაქვთ, შესაძლოა ერბო კვერცხი. ან გასაკეთებელი ისეთი რაღაცა, რაც ბევრჯერ გაიგეთებიეთ და ასე ვთქვათ, ძალიან ზუსტად იცით რა უნდა გააკეთოთ, ძალიან ზუსტად იცით რა სიტუაციებში შეიძლება აღმოჩნდეთ, ამ სიტუაციებში როგორ უნდა მოიქცეთ და ამ შემდეგ. ანუ გაქვთ სრული ინფორმაცია და გაქვთ სრული უნარები იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოახდინოთ ორიენტირება, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, სწორი ნაბიჯები გადადგათ და შესაბამისად დადოთ დაგეგმილად პოზიტიური შედეგი. ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანები მეუბნებიან ხოლმე, რომ აკლიათ თავდაჯერებულობა, ირკვევა, რომ ეს უკავშირდება რაღაცა კონკრეტულ სიტუაციას, სადაც ან ინფორმაცია აკლიათ, ცოდნა, ასე ვთქვათ, ხო, სიტუაციის გაგება, ან აუცილებელი უნარები, კომპეტენციები და ასე შემდეგ. ამიტომ პირველი, რასაც უნდა დავხედოთ, როდესაც სადღაც გვაკლია თავდაჯერებულობა, ზუსტად აი ამ ორ მომენტს, მაქვს თუ არა სრული ინფორმაცია, ანუ არის თუ არა სიტუაცია ჩემთვის სრულიად გასაგები, ერთი და მეორე, ვფლობ თუ არა მე ყველა აუცილებელ უნარს იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, ისე ვიცხოვრო, ისე ვიფუნქციონირო, ისეთ შედეგებს მივაღწიო, რომ ჩემთვის ეს იყოს მისაღები და ასე ვთქვათ, პოზიტიური. ეს ერთი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თავდაჯერებულობის დეფიციტი უკავშირდება იმას, რომ ცოდნაც გაქვთ, უნარებიც გაქვთ, მაგრამ რატომღაც თქვენი შინაგანი მდგომარეობა თავდაჯერებულობას არ გავს, აი ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ თავდაჯერებულობის განვითარების სხვადასხვა ტექნიკებს და სავარჯიშოებს. იმიტომ რომ თუ იყენებ თავდაჯერებულობის განვითარების ტექნიკებს, სავარჯიშოებს, ტრენინგებს და არ ითვალისწინებ, ასე ვთქვათ, ინფორმირებულობას და საჭირო უნარების არსებობას, შეიძლება ასეთი ხელოვნურად გაბერილი თავდაჯერებულობა გახდეს სახიფათო, ანუ ასე ვთქვათ, მოკიდო ხელი ისეთ რაღაცეებს, სადაც არც ცოდნა გაქვს და არც უნარი გაქვს შესაბამისად, ხო, მინიმალური დოზითაც კი. შესაბამისად შეიძლება ისეთ შეცდომები დავუშვა მე, რომ ძალიან ინანო ამასთან დაკავშირებით. მე მესმის, რომ ჩვენ ახლა მოცემულობ დაბადებიდან გვაქვს არანორმალური თავდაჯერებულობა. ჩვენთან 100 კაცი რო გააჩერო ქუჩაში და კითხო, სახელმწიფოს მართვისთვის მზად ხარ? დაახლოებით 90 კი პასუხობს, რომ კი, ორშაბათიდან კონსპექტებზე გადავუხედავთ. მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში, ხო, აუცილებელია გავითვალისწინოთ ეს სამი მომენტი. პირველი, რამდენად ვარ ინფორმირებული. მეორე, რამდენად ვფლობ აუცილებელ უნარებს. მესამე, რამდენად მაქვს შინაგანი თავდაჯერებულობის ემოციური მდგომარეობა. და ეხლა მინდა გასწავლოთ ერთ საინტერესო სავარჯიშო, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ თავდაჯერებულობის შინაგანი მდგომარეობა განავითაროთ. ეთება ძალიან მარტივად. როდესაც გექნებათ დრო, დახუჭეთ თვალი და წარმოიდგინეთ თქვენს წინ თქვენი უფრო თავდაჯერებული ვერსია. შემდეგ აიღეთ და შეაბიჯეთ მასში, წარმოიდგინეთ, რომ ახალი ტანსაცმელივით მოირგეცეთ ეს თავდაჯერებული ვერსია საკუთარი თავის. მიეცეთ საშუალება საკუთარ თავს ფიზიკურად იგრძნოთ, ხო, ფიზიკურად როგორ იგრძნოთ სხეულში თავდაჯერებულობის მდგომარეობას. შემდეგ წარმოიდგინეთ თქვენს წინ კიდევ უფრო თავდაჯერებული ვერსია საკუთარი თავის, მანდაც შეაბიჯეთ, ზედ მოირგეთ, ასე ვთქვათ, მიაქციეთ ყურადღება სხეულში ამ დროს როგორ გრძნობთ თავს და შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ხვალ დილით
ახელთ თვალს უკვე თავდაჯერებულობით, თავდაჯერებულ შინაგან მდგომარეობაში და წარმოიდგინეთ, რომ მთელი ხვალინდელი დღე მოყვებათ ეს თავდაჯერებულობის გრძნობა. შეგიძლიათ ეს საუნდტრიში გავაკეთოთ დღის ნებისმიერ დროს, მაგრამ აუცილებლად წარმოიდგინეთ, რომ ხვალე დილიდან ახელთ თვალს შინაგანი თავდაჯერებულობით. რისთვის? იმისთვის, რომ ღამე, სანამ გეძინებათ, თქვენმა ქვეცნობიერმა მოასწროს ყველა აუცილებელი შინაგანი ცვლილების, განახლების, გადაწყობის განხორციელება ისეთნაირად, რომ თქვენი თავდაჯერებულობა იცვლებოდეს ეკოლოგიურად, იცვლებოდეს ჰარმონიულად, ისეთნაირად, რომ თქვენი თავდაჯერებულობის ზრდას ჰქონდეს უკიდურესად პოზიტიური ზეგავლენა თქვენი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროზე, ხო? იქნება ეს კარიერა, ფინანსები, პირად ცხოვრება, ურთიერთობები, ჯანმრთელობა, სულიერი ზრდა და ასე შემდეგ. ესეთი მარტივი, მაგრამ ძალიან მუშა ალგორითმი, რომელმაც მაჩვენა თავისი ეფექტურობა აგერ უკვე 27 წელიწადი, რაც ადამიანებს ვეხმარები და მათთან მუშაობ, მათ შორის თავდაჯერებულობის განვითარების გზებზეც. ასე და ამგვარად, თუ ეს მარტივი რეკომენდაციები, ასე ვთქვათ, გამოიყენეთ და შედეგი მიიღეთ, ხო ძალიან კარგი, ხო, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. იმისთვის, რომ იგრძნოთ ეფექტი ამ სავარჯიშოსგან, გააკეთეთ მინიმუმ 1 კვირა ყოველდღე. შეგიძლიათ აკეთოთ 2 კვირა, შეგიძლიათ 3 კვირა აკეთოთ. მოკლედ, 1 თვის თავზე, თუ ხედავთ, რომ განვითარდა თქვენი თავდაჯერებულობა, გადასარევი. ესე იგი, ჩემი დახმარება ამ კუთხით მეტი არ გჭირდებათ არანაირად, მაგრამ თუ ამ მარტივი რაღაცეების გამოყენების შედეგად მაინც არ გამოდის, მაინც არის თავდაუჯერებლობა, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილი აქვს რაღაცა დესტრუქციულ შთაგონებებს, რამაც ასე ვთქვათ, მოახდინა თქვენი თვითშეფასების დეფორმაცია, შეიძლება არის გადაუხარშავი მატრაუმირებელი მოგონებები, რომელიც არ აძლევს საშუალებას სხეულს, რომ იგრძნოს თავდაჯერებულობა, ხო, კარგად იგრძნოთ თავი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მობრძანდეთ უშუალოდ პირად კონსულტაციაზე, ფსიქოთერაპიაზე და იქ, ასე ვთქვათ, მოვაგვაროთ ის, რაც თქვენთან ვერ გამოგივიდა.